რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია გადაცემა კიბერუსაფრთხოება. ეს არის გადაცემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სადაც თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უსმინოთ სიახლეებს ტექნოლოგიების შესახებ და ასევე დარეკოთ, როდესაც გამოაცხადებთ ზარების მიღებას და მოიგოთ არაერთი ნივთი. ნივთების მრავალფეროვნებას პირდაპირ ეთერში ხედავთ, ვინც სოციალურ ქსელში გვიყურებთ და შემდეგ უკვე სწორი პასუხის შემთხვევაში ამ ნივთებიდან ერთ-ერთი შეგიძლიათ გახდეს თქვენი საკუთრება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემის ბოლო ნაწილში გამოაცხადებთ ზარების მიღებას, მანამდე დარეკვას აზრი არ აქვს, მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ ზარს მსმენელისგან, რაც ჩვენ ვიტყვით, რომ უკვე ვაცხადებთ ზარების მიღებას პირდაპირ ეთერში და ეს მომენტი დგება გადაცემის ბოლო ნაწილში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ გადაცემას წარმოგიდგენთ კასპერსკი, რომელსაც არაერთი პროგრამა გააჩნია და ამ პროგრამების შორის ერთ-ერთი გახლავთ Kaspersky Password Manager, რომელიც იცავს მომხმარებელთა მოწყობილობაზე პაროლებსა და საბანკო მონაცემებს, იმისგან რომ ისინი ადვილად არ გახდეს ისეთ ბარიერად, რომელსაც ადვილად დაძლევენ ჰაკერები თუ მოქმედები თუ ბოროტმზრახველები. მოკლედ პაროლებისა თუ საბანკო მონაცემების დაცულობის სასამაღლებლად Kaspersky Password Manager ესეთი სახელწოდების პროგრამა არსებობს, რომელიც კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ ტელეფონებზე, ჩვენს მოწყობილობებზე პაროლებისა თუ საბანკო ბარათების მონაცემების კუთხით მშვიდად ვიყოთ და ციფრულ სამყაროში დაცულობა იყოს მაღალი. ახლა კი მცირეთი ხარის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და მინდა გამოვეხმაურო ტექნოლოგიური სიახლის სახით იმ ამბავს, რომელიც უკავშირდება სათამაშო ინდუსტრიაში ლეგენდად ქცეული კონსოლის ეპოქის დასასრულს. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი ზაზა ჩიტანავასთან ერთად. მოკლედ ბემშვიდობებით ლეგენდას სახელწოდებით Sony PlayStation 4, იმიტომ რომ Sony-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მან დაასრულა Sony PlayStation 4-სა და PS4 Pro-ს წარმოება იაპონიაში და მათი გაყიდვაც ოფიციალურად დასასრულს მიუახლოვდა და ასე დასრულდა, ასე ვთქვათ, ეპოქა ცნობილი კონსოლისა სახელწოდებით Sony PlayStation 4. Sony PlayStation is არა. Sony PlayStation 4-ზე ვსაუბრობ. 28 მარტს გაკეთდა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება და ფაქტობრივად კონსოლის წარმოება გასულ წელს შეწყდა, თუმცა ახლა ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა, ეს იმას ნიშნავს, რომ PS4-ის გლობალური მიწოდება აბსოლუტურად შეჩერებულია და ამ მომავალი მზის ქვეყანაში აწი აღარ აწარმოებენ Sony PlayStation 4-ს. გავიხსენოთ, რომ Sony PS4 გამოვიდა 2013 წელს და იმთავითვე იქცა საკულტო კლასიკად, თავისი არსებობის მანძილზე გაიყიდა 117 მილიონი ცალი და გაუსწრო Xbox One-ს და კონკურენცია გაუწია Nintendo Switch-საც. იაპონელთა ეს კონსოლი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოთამაშეებისთვის თავისი გრაფიკული შესაძლებლობების, ძლიერი იმ ტექნიკური ბაზის წყალობით, რომელზეც იყო იგი დაფუძნებული და ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიც იყო remote play და share play. დებიუტიდან 12 წლის შემდეგ PS4 ოფიციალურად გავიდა პენსიაზე და უკან ტოვებს ეპოქას თამაშების ისტორიაში. ეპოქას, რომელსაც დღეს უკვე აგრძელებს Sony PlayStation 5. მოგეხსენებათ, რომ Sony PlayStation 5 ეს ჯერჯერობით ბოლო სიტყვა Sony-ის ისტორიაში, თუმცა ზოგადად ამ რეალობის დასაწყისი უკავშირდება 90-იანი წლების დასაწყისს. მაშინ, როდესაც პირველად გამოვიდა ბაზარზე ისეთი მოწყობილობა, რომელსაც მოყვებოდა თავისი ჯოისტიკი, ეს იყო Sony 1. 1994 წელს გამოვიდა იგი მსოფლიო ბაზარზე და ძალიან სწრაფად მოახერხა ყველას გულის დაპყრობა. დღევანდელი გადასახედით Sony PlayStation 1-ის გამოსახულება კვადრატულთავიანი ადამიანებით და გრაფიკულად დაუმუშავებელი
მაშინ ისეთი გარღვევა იყო, რომ დღეს კი ჩანს თითქოს დაუხვეწავი გრაფიკა და დიზაინია, თუმცა იმ ეპოქისთვის ეს იყო ძალიან სერიოზული გარღვევა და 1994 წლისთვის ეს იყო უსერიოზულესი სიახლე. შემდეგ უკვე მოგვიანებით გამოჩნდა Sony 2 მოწყობილობა, რომელიც ნამდვილად გარღვევა იყო იმ ეპოქისთვის. და მიუხედავად Sony 1-ის ეფექტისა, ბაზარზე პირველი ის შემოვიდა, Sony 2 ალბათ დღემდე რჩება Sony-ს აი ამ თაობებში ყველაზე პოპულარულ კონსოლად. მისი გაყიდვების რაოდენობა იყო 160 მილიონი ეგზემპლარი. მე გითხარით რომ Sony 4, უფრო მეტი გაიყიდა რაოდენობრივად, ხო? გაიყიდა 117 მილიონი. ხოლო Sony 2 გაიყიდა 160 მილიონი. თქვენ ხვდებით როგორი სხვაობაა? და ეს ის პერიოდია, როდესაც Sony-ს პოპულარიზაცია ხდებოდა. Sony-ს კონსოლის, სათამაშო კონსოლის შესახებ ხალხი იგებდა. Sony 4 უკვე ის ეპოქა, როდესაც Sony PlayStation-ის შესახებ მსოფლიო მიცის და ხალხი ელოდებოდა მესამე თაობას, მეოთხე თაობას, მეხუთე თაობას და ჩასაფრებული იყო. აი მიუხედავად აი ამისა, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა და იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა Sony 2, რომ 160 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა ამ კონსოლის. ალბათ მეცნიერებიც და სპეციალისტებიც უბრალოდ ვარაუდობენ, რომ მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა შემდეგი რამ. დღეს მოგეხსენებათ ალბათ უკვე ისეთ ეპოქაში ვართ, რომ აგერ გასათამაშებელ ნივთებს შორის არის ერთ-ერთი მახსოვრობის პატარა ბარათი, რომელსაც ფლეშკას ეძახის ყველა, ხო? და აქ 16 გიგაბაიტია ეს თუ არ ვცდები. 16 გიგაბაიტი 94 წელს და თუნდაც მოგვიანებით საკმაოდ სერიოზული მოცულობა იყო, რომელზეც ოცნებობდნენ კიდევაც და ამ ტევადობის შესაქმნელად დიდი ადგილიც იყო საჭირო. თუმცა იმ ეპოქაში არსებობდა ისეთი დისკი, რომელსაც ერქვა DVD დისკი. დღეს ალბათ არ ვიცი, შეიძლება ახალი თაობის წარმომადგენლებმა ნაკლებად იციან მსგავსი დისკის შესახებ, მაშინ არსებობდა დისკის ორი სახეობა: CD დისკი და DVD დისკი. DVD დისკი იყო ასევე ისეთი, რომელზეც შეგეძლოთ რამდენჯერმე არაერთხელ აგეშალათ ინფორმაცია და ჩაგეწერათ. იყო 4 გიგაბაიტიანები თუ სწორად მახსოვს და მოკლედ CD დისკის ფორმატში MP3-ში უნდა ჩაგეწერა, ნაკლები მოცულობის უნდა ყოფილიყო და იქ რაღაც 700 მეგაბიტზე იყო საუბარი, ერთ დისკზე ტევადობა იყო 700 მეგაბიტი. DVD დისკი მოკლედ საკმაოდ მოთხოვნადი იყო, იმიტომ რომ DVD დისკებზე იყო კარგი ხარისხის უკვე ციფრულ ხარისხში ფილმები, კომპოზიციები, მუსიკალური შოუები და ასე შემდეგ და შესაბამისად DVD მოწყობილობაზე ცალკე იყო დიდი აჟიოტაჟი და მოთხოვნა. Sony PlayStation-ს ჰქონდა ის უნარი, რომ მისი Sony-ს სათამაშო დისკების გარდა იგი ღებულობდა ჩვეულებრივ DVD დისკსაც და შეგეძლოთ რომ ფილმისთვის გეყურებინათ ან DVD დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია თქვენს მონიტორზე გამოსაყოლიყო, გამოვლენილიყო. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგივე Sony PlayStation 2 გახდა სუპერ პოპულარული და 160 მილიონი ცალი გაიყიდა საერთო ჯამში. რაც შეეხება Sony PlayStation 5-ს, სწორედ იგი რჩება თამაშების მოყვარული მილიონობით ადამიანისთვის დღეისთვის სასურველ კონსოლად და Sony PlayStation 5 აგრძელებს იმ ისტორიას, რომელიც 94 წლის დასაწყისში დაიწყო, როგორც უკვე გითხარით. ამასობაში მოგეხსენებათ, რომ Sony PlayStation-ი თქო ინარჩუნებს მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, დიზაინისა და გრაფიკის განვითარებისა, მისი მოწყობილობის, ფუნქციონალობის თუ მისი როგორც მოცემულობის კონცეფცია ერთი და იგივეა. ეს არის კონსოლი, რომელშიც თავსდება დისკი, ან დღეს უკვე საერთოდ დისკის გარეშეც შეიძლება თამაში ჩაერთოს, იმიტომ რომ ონლაინ კონტაქტი იყოს და ამ კონსოლს მოყვება ორი ცალი ჯოისტიკი. და ეს ჯოისტიკი იმდენად ერგონომიულია, რომ გემრიელად თამაშობენ თამაშის მოყვარულნი. თუმცა ამასობაში Sony PlayStation-ს არ ჩამორჩება, ასე ვთქვათ, Xbox-იც, რომელიც მისი ერთ-ერთი პირდაპირი კონკურენტია და თუ Sony PlayStation-ი მაგალითად სერიოზულ აქცენტს აკეთებს PS Plus-ზე, მსგავსი პლატფორმით გაყიდვებზე თამაშთან დაკავშირებული ატრიბუტებისა თუ ფასიანი თამაშების მხრივ, იგივე Xbox-ი პირიქით მომხმარებელს დიდ არჩევანს თავაზობს უფასო თამაშებისას. შესაბამისად, ეს სერიის Xbox-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია ის, რომ მისი მსგავსი კონსოლები წარმატებით Sony-ს პროდუქცია
ბევრად სუსტია იგივე Sony 5-ზე და ვიზუალური გრაფიკული მხარე იაპონური მოწყობილობისა მეტად ხარისხიანია ვიდრე ამერიკულისა, თუმცა მასაც ყავს თავისი მომხმარებელი. და Xbox-იც ისევე როგორც Sony PlayStation-ი იგივე კონცეფციისაა მოწყობილობა და ორი ჯოისტიკი და მათ აუცილებლად სჭირდებათ ეკრანი, რომელსაც უნდა შეუერთო. ამასობაში ძალიან განვითარდა ეგრეთ წოდებული ეკრანიანი პორტატული სათამაშო კონსოლები. წარმოიდგინეთ იგივე ჯოისტიკი, რომელიც Sony PlayStation-ს თუ Xbox-ს აქვს, ჯოისტიკი, რომელიც დაახლოებით იგივე ფორმისაა, თუმცა დამატებული აქვს ჯოისტიკს ეკრანი. ანუ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი კონსოლი, არანაირი დიდი ეკრანი იმისთვის, რომ ითამაშოთ სადაც გაგიხარდებათ. მაგალითად არის ასეთი Steam Deck, უკვე არაერთი მოდელით წარდგა იგი მომხმარებელთა წინაშე, მაგრამ ეკრანიანი ჯოისტიკების ფასი ბევრად იაფი ნამდვილად არა ვიდრე ტრადიციული სტაციონალური სათამაშო მოწყობილობები, რომლებსაც მე ვთამაშობდი. მე Nintendo ვახსენე და პორტატულ ეკრანიანი ჯოისტიკების ბაზარზე იგივე Nintendo-მ მაგალითად შესთავაზა თავის მომხმარებელს Nintendo Switch OLED-ი, შედარებით სუსტი მახასიათებლებით, მაგრამ იგი ნამდვილად მოხიბლავს Nintendo-ს ბრენდის ქვეშ შექმნილი საფირმო თამაშების მოყვარულთ. ანუ Nintendo ეს ის ბრენდია, რომელსაც თავისი ასევე ისტორია აქვს game სამყაროში თანამედროვეში და მასაც აქვს თავისი საკულტო თამაშები, მასაც ყავს მომხრეები და ისტორიად მათთვის ალბათ ეს მოწყობილობა გადასარევია, თუმცა ერთ-ერთი უახლესი, რომელიც Nintendo-მ შემოიტანა ბაზარზე, ეს არის Switch 2, რომელიც 4K რეზოლუციით იქნება უკვე ჯოისტიკზე თავის მონიტორზე და ეღირება $450. Switch 2 ეს უკვე საკმაოდ მოქნილი, კარგი ხარისხის ვიზუალური გამოსახულების, კარგად გადმომცემი ჯოისტიკია, თავისი ეკრანით, სიხშირული განახლება 120 GHz, რაც კარგია რა თქმა უნდა და 4K ხარისხი, აი მეხსიერებაზე ვსაუბრობდი და მასში ჩანერგილი თქვათ მახსოვრობის მოცულობა 256 გიგაბაიტი იქნება, რაც იგივე 94 წელს, იგივე 2000-იანების დასაწყისში სულად წარმოუდგენელი ციფრი იყო, მით უმეტეს აი ესეთ პატარა მოწყობილობაში. მოკლედ, ასე გამოვეხმაურეთ ჩვენ იმ სიახლეს, რომელსაც ქვია Sony PlayStation 4-ის ისტორიის დასრულება, რომელსაც დღეს ასრულებს Sony PlayStation 5 და აღნიშნეთ ისიც, რომ ტრადიციული სტაციონალური სათამაშო მოწყობილობების ნაცვლად დღეს საკმაოდ პოპულარულია ისეთი ჯოისტიკები, რომელსაც ZV აქვს თავისი მონიტორი და პორტატულად შეგიძლიათ ატაროთ სადაც გინდათ, ითამაშოთ ინდივიდუალურად ან ინტერნეტის მეშვეობით ეთამაშოთ სხვას. მოკლედ ახლა იდგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ზარების მიღებას ნომრებზე 2.92.11.88 ან 2.92.11.99 და არეკეთ, კითხვა იქნება მარტივი, თქვენი პასუხიც უნდა იყოს შესაბამისი და შემდეგ უკვე აი ამ ნივთებიდან ერთ-ერთი გახდება თქვენი. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა. ჩვენ ველოდებით ზარებს ნომრებზე 2.92.11.88 ან 2.92.11.99 ამ ნომრებზე ზარების მიღება უკვე დავიწყეთ. შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და მოიგოთ აი ამ პრიზებიდან ერთ-ერთი. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ აი ეს ქვეშსაგები ვარჯიშისთვის, მახსოვრობის ბარათი საკმაოდ მოცულობითი, ყურსასმენი, მაუსი, კიდევ ყურსასმენი, მაგიდის სანათი, მსმენელია ხო კლავ ხაზზე. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა, კი, თქვენ გესმით ხო? მიხარია რომ მოახერხეთ და დაგვირეკეთ, თუ კარგად გესმით ჩვენი ხმა, მე ახლა დავსვამ პრინციპში მარტივ კითხვას, სამ სავარაუდო პასუხს გვეტყვით და უნდა გვიპასუხოთ რომელია სწორი პასუხი. კეთილი გისმენთ. რას იცავს მომხმარებლების მოწყობილობაზე პროგრამა სახელწოდებით Kaspersky Password Manager-ი? პირველი ვარიანტი პასუხისა საავტორო უფლებებს, მეორე ვარიანტი პასუხისა პაროლებსა და საბანკო ბარათების მონაცემებს და მესამე ვარიანტი პასუხისა იცავს თქვენს თვალებს სტრესისგან. პაროლის მონაცემებს, ანუ პაროლებს და საბანკო მონაცემებს იცავს, ლოგიკურია, პროგრამა სახელწოდებით Kaspersky Password Manager-ი. გილოცავთ დარჩით ხაზზე და შეიტყობთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ თქვენ როგორც გამარჯვებულმა ამ ნივთებიდან ერთ-ერთი აიღოთ სახლში. დიდი მადლობა ზარისთვის, მორიგი გამარჯვებული უკვე გვყავს. დღეს ხუთშაბათი დღეა, ხვალ არის პარასკევი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ 15 საათს და 30 წუთის შემდეგ კვლავ გაქვთ იმის დრო და საშუალება, რომ დარეკოთ რადიომედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში კიბერუსაფრთხოება და მოიგოთ არაერთი პრიზიდან, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ. მადლობა, ნახვამდის.